თუ ფიქრობ, რომ ეს ვიდეო მართლა $100,000 გამოგამუშავებინებს, ძალიან ცდები, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ რჩევა, რომელსაც ახლა მოგცემ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება იმ გზაზე, რომელ გზასაც ძალიან მალე დაადგებ. თუ ოდესმე მაინც გიფიქრია ფრილანსერობაზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან მუშაობაზე, მოქნილ გრაფიკზე, ესე იგი შენ ნამდვილად გინდა რომ იყო ფრილანსერი და ნამდვილად გსურს რომ იმუშაო ფრილანსერად. შესაბამისად, ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგა, არ იქნება მარტივი, მაგრამ არ იქნება ასევე შეუძლებელიც. ამაზე უნდა თავიდანვე შევთანხმდეთ. ახლა რა რჩევა უნდა მოგცე დღეს და რაზე უნდა ვისაუბრო რა? ხშირ შემთხვევაში ადამიანების უმეტესობა გვეუბნებიან, რომ ფრილანსინგი არ მუშაობს, რომ ფულის გაკეთება იქ შეუძლებელია, წარმატების მიღწევა შეუძლებელია და ასე შემდეგ. მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად ვერ მიაღწევენ წარმატებას, ხელს ჩაიქნევენ და საბოლოო ჯამში შენვე დაგიწყებენ იმის მტკიცებას, რომ ამ ყველაფერმა არ გაამართლა და აზრი არ აქვს. აი, პირადად ჩემ მაგალითზე შემიძლია გაგიზიაროთ ეს ამბავი, რომ როდესაც ვიწყებდი ფრილანსერობას 2020 წელს, ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ შანსი არა, ეგ ვიღაც იუთუბერების მოგონილია, სქემერების მოგონილია, ამით ფულს აკეთებენ და ასე შემდეგ, მაგრამ აი შინაგანად ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელი იყო, რომ აი შეიძლებოდა ერთ დღესაც მართლა სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან მემუშავა და მეკეთებინა ის საქმე, რომელიც მიყვარს. ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა ასევე, რომ აქ ფული არ იშოვება. ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ბაზარი გაფუჭდა და ინდოელებმა წალეკეს და აზრი არ აქვს არც ცდას, არც რამის კეთებას, თვითონაც რო სცადეს და არაფერი გამოვიდათ, მაგრამ თითქოს ყურები დახშობილი მქონდა და მივდიოდი ჩემ გზაზე, რომელიც არ ყოფილა მარტივი, ბოდიში, ნამდვილად არ ყოფილა მარტივი და ზოგადად ხშირად ვიძახი ხოლმე ამას და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ ჩემ ვიდეოებში, რომ არ არის ფრილანსერობა მარტივი საქმე, არის ძალიან რთული საქმე, მაგრამ რაც რთულია, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის შეუძლებელი. აი ეს მქონდა მუდმივად გონებაში ჩაბეჭდილი და საბოლოო ჯამში ყოველდღიურად ვახერხებდი იმას, რომ დაუმჯდარიყავი კომპიუტერთან, YouTube-ზე შევსულიყავი მეყურებინა ვიდეოებისთვის და მესწავლა რაღაც ახალი, რაც საბოლოო ჯამში მომცემდა იმ თავისუფლებას, რომელზეც ძალიან ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე, თუნდაც LinkedIn-ზე ან სხვა სოციალურ ქსელებში. ამიტომ, რომ მიუბრუნდეთ ახლა მთავარ რჩევას და იმას თუ რისი თქმა მსურდა დღეს თქვენთვის რა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო თქვენ არ გამოგამუშავებინებთ $100,000 და სათაური, რომელიც დავარქვი სინამდვილეში, ხო, იყო იმ განზრახვით, რომ ჩაგიბეჭდოთ გონებაში, რომ თქვენ მართლა შეგიძლიათ ამდენი თანხის გაუმუშავება, თუ პირველ რიგში დაიჯერებთ, რომ შესაძლებელია აი ამდენი თანხის შოვნა ფრილანსინგში. თქვენ თუ არ დაიჯერეთ და თქვენ თუ მუდმივად იყავით ეჭვების ქვეშ, რომ შეუძლებელია, შეიძლება არ გამოგივიდეთ შიშების ქვეშ, რომ გეშინიათ ნაბიჯების გადადგმის და ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ვერ მოახერხებთ ამას. თუმცა, თუ ამ ყველაფერს გადალახავთ, პირველ რიგში დაუჯერებთ საკუთარ თავს, საკუთარ უნარებს, დამიჯერეთ, რომ ადრე თუ გვიან ეს შედეგი დაგიდგებათ. თუმცა, შეიძლება არ იყოს ეს მარტივი გზა, მაგრამ უეჭველი დაგიდგებათ. რა, მე მაგალითად პირველი პროექტი რომ ამეღო, დამჭირდა 6 თვე დაახლოებით, იმიტომ რომ არაფერი არ ვიცოდი, ჩემთვისაც სრულიად სიახლე იყო ეს ყველაფერი, წარმოდგენა არ მქონდა საერთოდ რა იყო ფრილანსერობა და ფრილანსინგი, მაგრამ ერთი რამ რაც ვიცოდი იყო ის, რომ მინდოდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და თან ისეთი რაღაცის კეთება, რაც საბოლოო ჯამში ამის შესაძლებლობას მომცემდა რა. მოხდა ისე, რომ ამჟამად უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მოვიარე ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი, ქალაქი, ქვეყანა და შევიქმნე ისეთი ცხოვრება, როგორზეც კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ხშირად მიფიქრია. ამიტომ, აი ამაზე ვსაუბრობ დღევანდელ ვიდეოში, დაჯერებაზე რა, ანუ შენ თუ არ დაიჯერე და შენ თუ არ ჩამოყალიბდი იმაში, რომ საბოლოო ჯამში რა ტიპის უნარებიც გაქვს, შესაძლებელია, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაიტანო და გაყიდო, მე ვერ დავიჯერებ, ვიღაც სხვა ვერ დაიჯერებს, ვერ ჩემი მეგობარი, ვერ ჩემი ოჯახის წევრი რა. ანუ ამისთვის არის პირველ რიგში თვითდისციპლინა და თავდაჯერება, რომ ეს საქმე გამოსვლადია. კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა ვიწყებდი, მეც მსგავსად გამიელვა რამდენჯერმე, რომ აი იქნებ შეუძლებელია, იქნებ ის, იქნებ ეს, მაგრამ რას ვაკეთებდი, იცით? ვიჯექი ხოლმე სხვადასხვა პლატფორმებზე, ვათვალიერებდი წარმატებული ფრილანსერების პროფილებს, რომ გამოიმუშავა 100,000, 500,000, 1 მილიონი, 50,000, 10,000, 20,000 და ვფიქრობდი, რომ ბიჭო, აი ამათმა თუ შეძლეს, აი ამდენმა ადამიანმა მსოფლიოს გარშემო თუ მოახერხა, მე რატომ ვერ უნდა შევძლოთ ხო და საბოლოო ჯამში
მივედი იქამდე, რომ დავიწყე პროექტების აღება და გარკვეული შემოსავალიც გავიჩინე ზუსტად იმ საქმით, რომელსაც ქვია ფრილანსერობა და რომლის შესახებაც ძალიან ბევრს ვლაპარაკობ ჩემს ქსელებში, ხო? LinkedIn-ი, TikTok-ი, Instagram-ი, Facebook-ი, აბსოლუტურად ყველას ლინკი არის აღწერაში, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ, დაალაიქოთ და იქიდანაც მიიღოთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, თუმცა განსაკუთრებით მაინც LinkedIn-ზე ვარ ხოლმე აქტიური. $100,000 გამომუშავება არ არის რთული სინამდვილეში, თუმცა რთული არის ის, რომ დაიჯერო, რომ შენ შეგიძლია ამდენი თანხის გამომუშავება. აი, როგორც კი ამას დაიჯერებ და როგორც კი შენ გონებაში დაუშვები იმას, რომ უამრავი ადამიანი ახერხებს ამ ყველაფერს და შენ რით ხარ ნაკლები, მერე უკვე შეგიძლია, რა თქმა უნდა, წარმატებაზე ფიქრი და არა მხოლოდ ფიქრი, არამედ წარმატების მიღწევაც. აი, დღეს რო დავჯექი, მეთქი რაზე ჩავწერო ჩემი ვიდეო და რაზე ვილაპარაკოთქო და ზოგადად როცა YouTube არხი შევქმენი, რომ აი რა გავაკეთო ახლა ისეთი ახალი, რაც საბოლოო ჯამში არ არსებობს ქართულ YouTube სივრცეში, თქო, აი ზუსტად ეგ იყო, რომ თავდაჯერება მინდა, რომ შემოგმატოთ ჩემი კონტენტით რა და დაგიმტკიცოთ და დაგაჯეროთ ის, რომ გზა, რომელ გზასაც საბოლოო ჯამში უნდა დაადგეთ, არის შესაძლებელი, თუმცა უნდა მოგიწიოთ შრომა. უბრალოდ მოგიწევთ შრომა და თუ როგორ რანაირად და რა უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ვიდეოების სახით გაგიზიარებთ და ვეცდები, რომ ამ გზაზე დაგეხმაროთ, გვერდში დაგიდგეთ და ჩემი მხრიდან რაც საჭირო იქნება, ყველაფერი გავაკეთო. კიდე ერთხელ ვამბობ, ზოგადად, $100,000, $10,000, $5,000 შეიძლება ძალიან კარგად ჟღერდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ საბოლოო ჯამში მოახერხო გონებაში, დაალაგო შენი მიზნები, შენი ოცნებებიც თუნდაც და ამ ყველაფრისთვის მე საბოლოო ჯამში გააკეთო ის, რაც გაგხდის უფრო და უფრო მეტად თავისუფალს და ბედნიერს. პირველ რიგში აი ეს არის დასალაგებელი რა. თუ ვიღაც გეტყვის, რომ არ გამოვა, დაანებე თავი, რა ვიცი, არ მოусმინო, თუ ვიღაც გეტყვის, რომ შეუძლებელია, არ მოусმინო, თუ ვიღაც გეტყვის, რომ ბაზარი მკვდარია და აღარაფერი გესაქმება მან და არ მოусმინო, შენი გონება მხოლოდ იყოს ერთი მიზნისკენ მიმართული და დამიჯერე, რომ საბოლოო ჯამში მიაღწევ წარმატებას. მოკლედ, ანუ ეს დღევანდელი ვიდეო რაღაცნაირად მინდოდა, რომ ყოფილიყო ცოტა мотиваციის მომცემი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ეს გვაკლია იმიტომ რომ ადამიანები ირგვლივ რაღაც უნდობლობით უყურებენ უკვე ყველას და ყველაფერს, თუმცა ჩაუჯექით YouTube-ზე სხვა ვიდეოებსაც, გადახედეთ წარმატებული ფრილანსერების პროფილებს, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები, რომ ისხდეთ ლეპტოპებთან და საბოლოო ჯამში მიმოიკვლიოთ თუ მოიკვლიოთ ბაზარი და თქვენვე დარწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. მე ერთხელ ჩავწერა უცილებლად ვიდეო, სხვადასხვა პროფესიებს მიმოვიხილავ და გაჩვენებთ, რა ტიპის შემოსავლებს აგენერირებს ხალხი, რა ტიპის პროფესიები არის მოთხოვნადი და ამ პროფესიების სავარაუდო შემოსავალზეც ვისაუბრებ და მე უკვე დარწმუნდებით, რომ თქვენც არანაკლებ შეგიძლიათ, რომ მსგავს წარმატებას მიაღწიოთ. უბრალოდ დაიჯერეთ რა, ეგ არის და ეგ. LinkedIn-ზე ხშირად წერ ხოლმე თითოეული პოსტის ბოლოს never stop swimming, ანუ არასდროს შეწყვიტოთ ცურვას რა და იმ კონტექსტში ვიხსენიებ ხოლმე მაგას, რომ ცურვის გაგრძელება არის მნიშვნელოვანი მაშინაც კი, როცა შეუძლებელია. და ამ შემთხვევაშიც, როცა ვსაუბრობთ ფრილანსინგზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში გაცურო მაშინ, როცა გეუბნება ყველა, რომ ცურვა არ შეგიძლია რა. და ფრილანსინგი არის ყველასთვის, ეს უნდა გავითვალისწინოთ, აბსოლუტურად ყველას შეგიძლიათ ფრილანსერობა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენ შეგიძლიათ, უბრალოდ კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი და ამ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ყველაფერს რა თქმა უნდა გაგიზიარებთ. შესაბამისად, ეს ვიდეო $100,000 გაშოვნინებს, რა თქმა უნდა, არის გადატანითი მნიშვნელობით, მინდა რომ დაგარწმუნოთ, რომ საბოლოო ჯამში შეგიძლიათ 100,000-ის შოვნაც, 10,000-ის შოვნაც, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება დრო და სჭირდება შრომა და ენერგია. ეს არ მოდის ხვალ, ეს არ მოდის ზეგ და არ მოდის ერთ კვირაში რა. ძალიან ბევრს აქვს ხოლმე მოლოდინი იმის, რომ აი დაიწყებს ფრილანსერობას, ერთ დღეში ან ორ დღეში ან ორ თვეში გახდება მილიონერი, 10,000-ის შოვის, 100,000-ის შოვის, ასე არ ხდება, მეგობრებო. რა თქმა უნდა, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან რთულია, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიო რა. საჭირო არის, რომ მუდმივად, თანმიმდევრული იყო, ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველთვიურად ცდილობდე განვითარებას და ეს შედეგი აუცილებლად დადგება. ეს მინდა რომ გაითავისოთ, იმიტომ რომ უამრავ ადამიანს ვიცნობ ჩემ გარშემო, რომლებმაც დაანებეს ფრილანსინგს თავი მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ თვეში ან ერთ კვირაში ან ორ კვირაში შედეგი ვერ ნახეს.
და სინამდვილეში შენ ნამდვილად შეგიძლია ძალიან დიდი შემოსავლის ქონა თუ აი არ გაჩერდები მაშინ, როცა გინდა ყველაზე მეტად გაჩერება, როცა კლიენტები არ გყავს, როცა პროექტებს ვერ იღებ, როცა შემოსავალი არ გაქვს. აი მაშინ თუ არ გაჩერდები, საბოლოო ჯამში მერე უკვე მიაღწევ ძალიან დიდ წარმატებას რა. თუმცა თუ გინდა რომ იშოვო ამდენი ფული, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ იფიქრო იმაზე, რომ შედეგი აუცილებლად გჭირდება ხვალ, თორე იმედები გაგიცრუდება და საბოლოოდ ხელს ჩაიქნევ. აი ეგ არის ნომერ პირველი რჩევა, რომელსაც ალბათ ვაძლევ ხოლმე ჩემს სტუდენტებს. იმიტომ რომ ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მათ სურთ კონკრეტული შედეგი ძალიან მალე და აი ამ შედეგის არ დადგომას როცა ნახავენ და შეეჩეხებიან, მერე უკვე ხელს იქნევენ ხოლმე რა და ეს დამღუპველია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინები. და კიდევ ერთი, რაც ასევე უნდა გითხრათ. ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც სცადეს მხოლოდ და მხოლოდ 3 თვით რაღაცის მიღწევა, არ გამოუვიდათ და მუშაობენ იქ, სადაც მისვლაც კი ეზიზღებათ. სინამდვილეში მათ შეეძლოთ, რომ რა ვიცი, ემუშაوات თავის თავზე, ესწავლათ 3-დან 6 თვემდე და საბოლოო ჯამში ეცხოვრათ ისე, როგორც უნდათ. კრიტიკული 6 თვის გადალახვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე რთულიც. 6 თვე თუ გადალახე და 6 თვის განმავლობაში შენ თუ შეეცადე, რომ ხელი არ ჩაიქნიო ამ ყველაფერზე, აი აგერ მე და აგერ შენ. თუ ვერ მიაღწიე წარმატებას, დამიბრუნდი კომენტარებში. დარწმუნებული ვარ, რომ მიაღწევ. შენ თავარია, რომ 6 თვის განმავლობაში არ გაჩერდე ყოველდღიურად ისწრაფოდე წარმატებისკენ. ეგ არის და ეგ, ანუ ეს უნდა გავითავისოთ აუცილებლად. თუ არ იცით, როგორ უნდა გადადგათ ეს ნაბიჯები, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის და როგორ უნდა გახდეთ წარმატებული ფრილანსერები, ერთი კარგი ამბავიც მაქვს თქვენთვის. უკვე 1 წელია, რაც LinkedIn-ის საშუალებით ვატარებ ხოლმე ერთთვიან პროგრამებს, რომელსაც ქვია გზა ფრილანსერობამდე და ამ პროგრამის ფარგლებში შეგიძლია რომ მიიღო იმაზე მეტი, ვიდრე მოლოდინი გაქვს. ჯამში ჩემი პროგრამა მოიცავს ხოლმე 8 ჯგუფურ შეხვედრას, ინდივიდუალური შეხვედრების შესაძლებლობას ჩემთან, მხარდაჭერას, უკუკავშირს, დავალებებს, მენტორობას და მოკლედ ბევრ სიკეთეს. თუ ეს ყველაფერი შენთვის საინტერესო ჟღერს, აუცილებლად გადმოდი ჩემს LinkedIn გვერდზე, მომწერე რომ დაინტერესებული ხარ ჩემი ერთთვიანი პროგრამით და დეტალებს რა თქმა უნდა გაგიზიარებ. თავარი არის სურვილი და мотиваცია და მერე უკვე ყველაფერი დროის ამბავი. მადლობა რომ მიყურეთ ამდენი ხანი, გამოიწერე ახლა არხი, დაალაიქე ეს ვიდეო, დამიკომენტარე რა გიშლის ხელს იმაში რომ გახდე წარმატებული ფრილანსერი და ვეცადოთ რომ ეს ყველაფერი ერთად მოვაგვაროთ. აბა, შევხვდებით ძალიან მალე და დროებით.